პატუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საქართველოს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ერთი კანონპროექტი, რომელიც სოციალურ პარტნიორობას განსაზღვრავს, უკვე დამტკიცებულია და სამტკიცებლად მომზადებული ერთ-ერთი კანონპროექტის თანახმად დამსაქმებლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასამართლდება და 2 წლიანი პატიმრობა მიესწრება, თუ კი თანამშრომელს აიძულებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწეროს. მეორე კანონპროექტის მიხედვით კი დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობს და თანხა კომპენსაციის სახით დამატებით გადაუხადოს, თუმცა როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები აცხადებენ, კანონპროექტი ბევრ ბუნდოვან საკითხს მოიცავს, რომელიც შეიძლება დამსაქმებელმა თავის დაზღვევის მიზნით დასაქმებულის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. კონკრეტულად კი დამსაქმებელს უფლება აქვს თანამშრომელს ერთთვიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სამსახურიდან დათხოვის მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაუსახელოს. This ხარჯზე და ისე იქიდან რომ იგი გახვალ არ მოყვა თვითონ ფორმა რომელთაც ეს ხდება და ეს კანონპროექტის შინაარსი ჩვენი საზრით არის დაუხვეწავი, არის გარკვეულწილად ნაჩქარევად გაკეთებული და ვფიქრობთ, რომ უფრო უარყოფით შედეგებს დააყენებს, ვიდრე თქვათ არის მისი მიზანი, ანუ დადებითის მაგალითად გამოიწვევს უარყოფით შედეგებს. რაც შეეხება თვითონ მეორე კანონპროექტს, ეს არის უფრო ასე ვთქვათ საგანგაშო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას და ამ ცვლილებების მიზანი არის დამსაქმებლის პასუხისგებლობის განსაზღვრა, ანუ იქ არის 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთაც კი, იმ შემთხვევაში თუ მოხდა მაგალითად თანამშრომლის იძულება, რომ განცხადება დაწეროს დამსაქმებლის პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ იქ არის ისეთი ნიუანსები, რომელიც ჩვენ თვლით, რომ სამომავლოდ აუცილებლად ხელშეუშლის როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე თქვათ კადრების გაზრდას უკვე არსებულ საწარმოებში. ჩვენ თვლით, რომ ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზე და ეს იქნება ერთგვარი ზეწოლა და იქ ფაქტიურად სამომავლოდ სახელმწიფოს არ ეყოლება ინვესტორი, ან არ ეყოლება თქვათ ახალი დამსაქმებელი.